თქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს სურს ნაპოლეონის დროში დაბრუნება, თუმცა ავიწყდებათ ამ ადამიანებს ხანდახან ავიწყდებათ თუ რითი დასრულდა ის. ვლადიმერ პუტინმა ასევე ისაუბრა რუსულ ინტერესებთან დაკავშირებითაც. ამ დრომდე ზოგიერთი ვერ ისვენებს. კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ნაპოლეონის პერიოდში დაბრუნება. ავიწყდებათ რითი დასრულდა ეს. ჩვენი მტრების მოწინააღმდეგეების ყველა შეცდომა იწყებოდა სწორედ იმით, რომ ისინი სათანადოდ ვერ აფასებდნენ რუსი ადამიანის და ზოგადად რუსული კულტურის წარმომადგენლების ხასიათს. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ჩვენთვის მშვიდობის ისეთი ვარიანტი, რომელიც ჩვენ გვაწყობს და რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნისთვის სიმშვიდის ხანგრძლივ ისტორიულ პერსპექტივას. ჩვენ სხვისი არაფერი გჭირდება, თუმცა საკუთარს არ დავთმობთ. ჩვენ გჭირდება ისეთი ვარიანტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას მშვიდობისა და უსაფრთხოების პირობებში. ჩემი შეთავაზება იყო გაგვეხსნა სტრატეგიული დიალოგი იმ წევრ სახელმწიფოებთან, რომელთაც სურთ საფრანგეთის ბირთვული შეკავების ევროკავშირის სხვა ქვეყნებზე გავრცელების საკითხის განვითარება. მე კარგად ვიცნობ პრეზიდენტ პუტინს, თუ ის გამოეხმაურა ჩემს გუშინდელ მიმართვას. ეს იმიტომ ხდება, რომ სიმართლე ვთქვი, მე ვიცი, რომ მას შეუძლია დაარღვიოს ხელმოწერილი შეთანხმებები, რაც უკვე გაუკეთებია. პუტინი იმპერიალისტია, რომელსაც ერების ისტორიისა და თვითმყოფადობის გადაწერა უნდა. ჩვენ კი მშვიდობა გვსურს. მის მიერ გაკეთებულ მინიშნებაში ნაპოლეონს შემადარა ისტორიული ორაზროვნება. შესაძლოა ის იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ჩვენი გეგმა წარვადგინეთ.